ბატონი კობახიძე საცოდაობით ვიწვი, გულახდილი ვარ, ვიწვი ამ ადამიანის საცოდაობით, ეხლა უკანასკნელ პერიოდში მეორეჯერ უწევს იმის გაკეთება, რის გაკეთებას არ უნდა, ერთხელ თავმჯდომარეობა დაატოვებიეს ხალხმა ამ შემთხვევაში და მე ბიზნესმენში უკან ნახა რომ წადიხა, თორე ხალხი მოგვადგაო და მეორეჯერ აი ხა გუშინ თქვა ის რაც არ უნდა ეთქვა და დღეს გამოიყვანეს ადამიანი, რომელიც მაგონებს შეურაცხყოფის გარეშე ყოველგვარი რაღაცა პირადული განზრახვის გარეშე და თავდასხმის გარეშე დაქოქილი თოჯინა, აი უკან რო აქვს თოჯინებს, ხო იცით რომ ბავშვობაში ქონქავდით და მე გავუშვებდით და ერთი წუთი აკეთებდა ერთი და იგივე მოძრაობას. აი ესეთი ადამიანია ბატონი კობახიძე. გუშინ წარმოვიდგინეთ 45% დაასახედა გაბერა, ანუ 10 ყოველი ამორჩევიდან 4 ჩვენიაო და ჩვენ ხო ვიცით რომ ამ 4-ში 2 ნათესავი ან საჯარო მოხელია. ამ პირობებშიც კი ეს არის უპირობო მარცხი. მიხეილ სააკაშვილმა 40% აიღო საღამოს 8 საათზე მიულოცა ოპოზიციას 2012 წელს. და ახლა 45%-იც ფანტასტიკის სფეროდან არის, უმძიმესი მდგომარეობა აქვს ხელისუფლებას, უბრალოდ აი ეს ბოლო ერთი დღის პერიპეტიები კობახიძეს თავს ჩვენ გვაფიქრებიეს რომ ხელისუფლება არის შოკში.